ზაფხული ტურისტული სეზონი და შიდა ტურიზმის შედეგები. რა ხდება ფოჩი, სადაც ბოლო რამდენიმე წელი აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სანაპირო ზოლის დამსვენებლებისათვის მაქსიმალურად მოწყობაზე. რა ხდება სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, როგორ ხვდება ტურისტებს ქალაქი, რა ხდება ინფრასტრუქტურული პროექტების მუშაობის განვითარების თვალსაზრისით უშუალოდ ფოჩი, გზები, ცენტრალური პარკი, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია შემოგვიერთდება უკვე პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონო გოჩა, პირველ რიგში საინტერესოა ზაფხულის სეზონზე შიდა ტურიზმის ფარგლებში სანაპირო ზოლთან დაკავშირებით რამდენად აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები და რა დახვდება შიდა ტურიზმის ფარგლებში, თუნდაც უახლოეს პერიოდში ჩამოსულ დამსვენებლებს. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მინდა გითხრათ, რომ როგორც მოგეხსენებათ, ფოთს გააჩნია უნიკალური პლაჟი, სადაც ჩვენს დამსვენებლებს მაქსიმალურად ექნება შესაძლებელი, რომ გამოიყენონ ის სივრცე, რომელიც არის ზღვისპირზე. ჩვენ გვაქვს მაგნიტური ქვიშა და სუფთა-წყალი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ყველა ტურისტი, რომელიც გადაწყვიტავს და ჩამოვა ჩვენს ქალაქში, მაქსიმალურად კმაყოფილი იქნება. პლაჟზე, როგორც თავად აღნიშნეთ, ეწყობა სხვადასხვა სივრცეები, მოეწყოთ საბავშვო სივრცე, რეგულარულად მიმდინარეობს პლაჟის დამუშავება და გასუფთავება სპეციალური ტექნიკით, ასევე უახლოეს დღეებში ხდება კაფე-ბარები, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები და აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ჩვენი დამსვენებლები კმაყოფილი იქნებიან. უშუალოდ ქალაქში ინფრასტრუქტურული სამუშაოები, საგზაო გზის საფარის დაგება ამ მიმართულებით ხომ არაა შეფერხება. იქიდან გამომდინარე, რომ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები ეწყობოდა ქალაქში, გზის საფარი საკმაოდ, ასე ვთქვათ, მძიმე სავალალო მდგომარეობაში იყო. ამ ეტაპზე რა სამუშაოები ხორციელდება? მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული პროექტი ნამდვილად არის საუკუნის პროექტი. არსებობის მანძილზე ქალაქ ფოთში არასოდეს არ ყოფილა კანალიზაცია და წყალმენეჯერების სისტემა. იქედან გამომდინარე, რომ ფოთის გრუნტი არის სპეციფიური, არის ძალიან აგრესიული შიდა წყლები და აქედან გამომდინარე სამშენებლო სამუშაოების წარმოება შედარებით დაბალი ტემპით მიმდინარეობს. ამჟამად სამწუხაროდ ქუჩების დიდი ნაწილი გადათხრილია. ჩვენ აქტიურად თანაშრომლობთ როგორც სამუშაოების წარმოებელ ჰოლანდიურ კომპანია ტახალთან, ასევე დამკვეთ ორგანიზაციასთან, წყალმომარაგების გაერთიანებასთან. ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყო დაახლოებით 7 მილიონი ლარი 4 ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაციისათვის. ეწყობა როგორც ასფალტის საფარი უშუალოდ ქუჩაზე, ასევე კეთდება სანიაღვრე არხები და ტროტუარები და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული სამუშაოების შემდეგ ფოთელებს და ფოთის სტუმრებს ცოტა მაინც ექნებათ შეღავათი გადაადგილებასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული პრობლემა დგას ჩვენი ცენტრალური ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების პირველ რიგ გადასაწყვეტ საკითხებში და ჩვენი პრიორიტეტია, რომ აღნიშნული პრობლემა რაც შეიძლება უახლოეს დროში გადაწყვიტონ და ვფიქრობთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, რომ აღნიშნული პროექტის დამთავრების შემდეგ ჩვენს ქალაქში გზების პრობლემა არ იდგეს და ყველა გზა იქნება კეთილმოწყობილი. კიდევ ერთი მსხვილი პროექტი, რომელიც ფოთში ხორციელდება, თუ არ ვწდები, ეს არის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები. ამ მიმართულებით როდის დასრულდება ან რა იგეგმება ამ ტერიტორიაზე? მინდა გითხრათ, რომ ფოთში ცენტრალური პარკი მდებარეობს განსაკუთრებით ადგილზე, იქ მას უერთდება ქალაქის ცენტრალური 12 ქუჩა, იქვე არის ახლომდებარე ტაძარი და აქედან გამომდინარე აღნიშნული ტერიტორია, აღნიშნული სივრცე ყველა ფოთელისათვის ძალიან საყვარელი ადგილია და ჩვენი საარჩევნო შეპირება იყო მოსახლეობისადმი, რომ გაკეთებულიყო აღნიშნული პარკის რეკონსტრუქცია. ჩვენ წელს გამოვაცხადეთ მრავალწლიანი გარდამავალი ტენდერით 2.300.000 ლარზე სამშენებლო სამუშაოების ტენდერი. გაიმარჯვა საკმაოდ პროფესიონალურმა კომპანიამ და სამუშაოები მიმდინარეობს, მინდა გითხრათ, მაღალი ხარისხით, დაჩქარებული ტემპებით. წლის ბოლომდე გაკეთებული იქნება სამუშაოების პირველი ეტაპი, ხოლო მომავალ წელს აღნიშნული პროექტი გაგრძელდება და საერთო ჯამში ფოთს ექნება თანამედროვე ცენტრალური პარკი,
სადაც იქნება სივრცეები აბსოლუტურად ყველა სოციალური ფენისათვის, ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის, როგორც ბავშვებისათვის, ასევე ხანდაზმულისა და ადამიანებისათვის, მოზარდებისათვის და ახალგაზრდებისათვის. ბატონო გოჩა, გასაგებია წყალარინების სისტემა, საკანალიზაციო სისტემა, წყალმომარაგება და აქედან პრობლემური გზები, სხვა რა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე იხარჯება ფოთის ბიუჯეტი, რა არის კიდევ პრიორიტეტი ქალაქისათვის? ქალაქში მიმდინარეობს მრავალი პროექტი, ერთ-ერთი გამოყოფდი კუნძულის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა, აქაც ჩვენ გვაქვს პროექტი 6 მილიონ ნახევარ ლარზე, პროექტის პირველი ეტაპი დასრულებულია და გავიდა დაგებული იქნა დაახლოებით 2 კილომეტრიანი გზა და მოეწყო მისი მიმდებარე ტერიტორიები, ამჟამად მიმდინარეობს ბულვარის ზოლის კეთილმოწყობა, იხარჯება დაახლოებით 2 მილიონი ლარი, სამუშაოებს ასრულებს კომპანია ზემ ჯგუფი, რომელიც შემიძლია ასევე ვთქვა, რომ საკმაოდ კვალიფიციური და მაღალხარისხიანი შესრულებით ხასიათდება სამუშაოების აღნიშნული ჯგუფი, აქაც განლაგდება სხვადასხვა გასართობი ტერიტორიები, ეწყობა ვეტერანთა სახლი, იქნება როგორც ჩოგბურთის კორტი, ასევე მინისპორტული მოედანი, დაახლოებით 250 მაყურებელზე. ამასთანავე მიმდინარეობს ქალაქ ფოთის საცურაო აუზის მშენებლობა, აღნიშნულ პროექტს ახორციელებს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პროექტის ღირებულება არის 14.5 მილიონი ლარი და აღნიშნული ობიექტი ჩაბარებული იქნება ოქტომბრის თვეში. ამასთანავე ფოთში კიდევ მრავალი პროექტი მიმდინარეობს საფეხბურთო მოედნის კეთილმოწყობა, სამუშაოებს ასრულებს თურქული კომპანია მაჯი კონსტრაქშენი, ფეხბურთის ფედერაციის მიერ ეწყობა საფეხბურთო სკოლა, სამუშაოების ღირებულება შეადგენს 4 მილიონ ლარს და ჩვენ ვით მოგეხსენებათ ფოთი არის ფოთისათვის ფეხბურთი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ჩვენ მოხარული ვართ, რომ სულ ახლო მომავალში ჩვენს ბავშვებს ექნება საშუალება იმიცად ივარჯიშონ თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო მოედანზე თავისი ყველა აბსოლუტურად დამხმარე სათავსოებით. ბატონო გოჩა, თქვენ ძალიან ბევრ პროექტზე გაამახვილეთ ყურადღება, საინტერესოა პანდემიის, არსებული ეპიდემიის ფონზე რეგულაციების დაცვა როგორ მიმდინარეობს ქალაქში, რა სამუშაოები ტარდება ეპიდემიის თვალსაზრისით ჯანდაცვის სისტემის მიერ გაწერილი გეგმის მიხედვით და არის თუ არა ობიექტები ქალაქში, რომელიც დაჯარიმდნენ ამ რეგულაციების და წესების არ შესრულების გამო? სამწუხაროდ ჰქონდა ასეთი ფაქტები, სულ რამოდენიმე ორგანიზაცია და კერძო პირი დაჯარიმდა პანდემიის პერიოდში. მინდა გითხრათ, რომ როგორც მოგეხსენებათ, ფოთი არის სანავსადგურო ქალაქი, ნავსადგურს ერთი წამითაც არ შეუწყვეტია მუშაობა პანდემიის პერიოდში. მინდა გითხრათ, რომ პირიქით პირდურმა გაზრდილი იყო, იქიდან გამომდინარე, რომ შეიზღუდა სხვა სახის გადაზიდვები, აქედან გაიზარდა დატვირთვა ფოთის საზღვაო ნავსადგურზე, მიმდინარეობდა შეუფერხებლად საავტომობილო გადაზიდვები ახლომდება მეზობელ ქვეყნებთან, როგორც იცით, ფოთში მუშავდება არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი ამიერკავკასიის სტრიქები და აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან დაძაბულ რეჟიმში მოგვიწია მუშაობა შესაბამის სამსახურებთან ერთად და უწყებებთან ერთად იმისათვის, რომ ქალაქ ფოთში ყველა ის ობიექტი, რომელიც მუშაობაც აუცილებელი იყო ქვეყნისათვის, განხორციელებული იყო შეუწყვეტლად და შეუფერხებლად. განსაკუთრებით მინდა გამოყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის კატასტროფის ცენტრის წარმომადგენლების, როგორც პოლიციის, ასევე სხვადასხვა უწყებების მაღალხარისხოვანი მუშაობა 24 საათიან რეჟიმში და ჩვენ ყოველივე აქედან მიღწეული იქნა, რომ დღემდე ჩვენი ქალაქი ინარჩუნებს მწვანე ზონის სტატუსს, არც ერთი შემთხვევა კორონავირუსის დაფიქსირების ქალაქ ფოთში ჩვენ არ გვაქვს. რა თქმა უნდა, იმ პერიოდში შეჩერებული იქნა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, გარკვეული პერიოდი
პერიოდით, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მშენებარე ორგანიზაციების მიერ, სამშენებლო ორგანიზაციების მიერ მშენებლობა განახლებული იქნა და დღეს ყველა ობიექტი სრული დატვირთვით მუშაობს. ამასთანავე მინდა აღნიშნო, რომ დაახლოებით სექტემბერ-ოქტომბერში ტრანსპორტის განვითარების ურბანული პროექტით ქალაქ ფოჩში შემოდის 10 ახალი ავტობუსი, ევროსტანდარტების ახალი ავტობუსი. შესაბამისად ჩვენ ვაშენებთ სატვირთო ავტობუსების დეპოს, რომელიც ჩაბარებული იქნება ოქტომბრის თვეში და უკვე ჩვენ შევძლებთ, რომ როგორც ქალაქის მაცხოვრებლებს, ასევე ჩვენი ქალაქის სტუმრებს შევთავაზოთ მაღალი ხარისხის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურება. ასევე აღნიშნავდი და არ მინდა გამომჩეს, რომ ქალაქ ფოჩში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ყოფების შეწამლაზე, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ქალაქში რამოდენიმე წლების წინ ეს პრობლემა იდგა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ბოლო წლებში გაწეული მუშაობის შედეგად დღეს ყოველს რაოდენობა ჩვენ ქალაქში შემცირებულია და მინდა სრული პასუხისმგებლობით უთხრა ყველა ჩვენი ქალაქის სტუმარს და პოტენციურ სტუმარს, რომ ჩამოვბრძანენ ქალაქ ფოჩში და მათ ექნებათ ყველა პირობა იმისათვის, რომ ზაფხულის არ დადაგები გაატარონ კომფორტულად. ძალიან დიდი მადლობა ინფორმაციისათვის. გოჩა კურდღელია, ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, საუბრობდა მაესტრო რეგიონების პირდაპირ ეთერში.